მგონი, ჩემი პერსონალიტის თლიანი 80% გავხადა ის, რომ ვარ ემიგრანტე. მეტი არაფერი საინტერესო ჩემ ცხოვრებაში არ არის, გარდა იმისა, რომ პოლონეთში ცხოვრობ და ხარ ქართველი. ნინის როგორც ვზედა, ვაიმე, ჩემი ვარშავა. ამათი პოლიტიკური რეკლამები და ქართული პოლიტიკური რეკლამები ერთია? ანუ, კრაკოველებისთვის მეც გოიმი ვარ მაგალითად. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს არის ან შაბათი, ან კვირა, ან რომელიმე კვირის სხვა დღე, როდესაც ნინის არ დაეზარა და ედითება. და ეს არის ჩვენი პოდკასტი უკვე მე-7 ეპიზოდით. მე-7 ეპიზოდია, მართალია, მერკურია რეტროგრადული. კი. ოღონდ მართლა მასეა. სხვა შორის არ არის მართლა მასე, ანუ ჩემი აზრით მასეა. გუშინ რომ მითხარი, გუშინ თათიან წერს. ანუ ერთმანეთს ვეკონტაქტებით და რა თქმა უნდა ძალიან ბევრს წუწუნებთ. იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა რა არის თუ არა მუდმივი წუწუნა. და მე მგონია მართლა მერკურია რეტროგრადულია და გადავამოწმე, არ არის სამწუხაროდ. ვისატყუებ. შენ კი არა, ის ვისატყუებ. ის ვისაც? მერკური გამოდი და გვენახე. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა დღევანდელ თემასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ პოზიციას იმაში რაშიც ვიმყოფებით, ცოტა ექსპლუატაცია გავუწიოთ და გავწუროთ და მოვწველოთ. და დღესაც ცოტა ხანი შევეხებით ისევ ექსპატობისა და ემიგრაციობის ქაოტურ ყოფას. რა მე მგონი არის, რომ მე მგონი არის? რა არის მე მგონი? ბატონი იქნებოდა იქნება. მე მგონია, რომ მაგ თემას ვერასდროს ვერ გავცდებით. ანუ ვერ გავცდებით, რას ვამბობ. ანუ თუდად კაი თუდად. ნინე, შენ ამ თემას ვერასდროს ვერ გავცდი. მუდმივად ემიგრაციაში მყოფი და ქაოტური იქნები. სუტრაქში. მაგ გაგებით არ ვითქოს, მაგრამ ანუ მგონია, რომ რადგან ჩვენ ახლა აქ ვართ და რადგან ჩვენ ექსპატები ვართ, უკვე რაღაცა პერსონალიტის ნაწილად გვაქვს ეგ. მე მგონი გეთანხმები, ისე გეთანხმები, რომ ვაღიარებ ჩვენს შორის დარჩეს, ჩემსა და შენს და ჩვენს 115 გამომწერ შორის. What? Yes. What? აპლოდისმენტები, მეგობრებო. აპლოდისმენტები. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას. მაგრამ ამას მე მოვუბრუნდეთ, მაგრამ ახლა რა საიდუმლო უნდა გითხრათ რა. მე მგონი გამოუშვი. მე მგონი ჩემი პერსონალიტის თლიანი 80% გავხადა ის, რომ ვარ ემიგრანტე. ან ქართული სტერეოტიპული გაგებით არა რა. მეტი არაფერი საინტერესო ჩემ ცხოვრებაში არ არის, გარდა იმისა, რომ პოლონეთში ცხოვრობ და ხარ ქართველი. და სულ მუდმივად სახლის მონატრებაში ვარ. მეტი არაფერი არ არის. სახლი, კონცეპტუალურად სახლი და არა რაღაც კონკრეტული ნაგებობა. ცალსახად მესმის რასაც. არა, მასე არა, მე ჩემი კუკუნა სახლი მენატრება თბილისში, ჩემი და რეზიკოს მენატრებოდა შემოდგილას. მაგრამ ხო, ანუ 80% თუ არა, 70 მაინც მეცოს. აი, რაღაც TikTok-ერების ნაწილს და ქართულებს არ გულისხმობ, მარტო მთელი identity ის რო აქვს, რომ ან დედა არის, ან ცხოველი ყავს და ცხოველის დედა. ან რავი. რამე არ გახსენდება კიდე ეგეთი, აი მთელი რაღაცა ერთი კონცეფცია, რომ მთლიანად Threadwife. კი ბატონო. ანუ ცალკე მიმდინარეობა არის უკვე. მთელი identity ის რო არის, რომ ცოლი ხარ. ანუ არავის არ გაკრინებ, ჩემ მთლიანი identity ისაა, რომ წუწუნებ ემიგრაციაში, სხვა არაფერი არ გამაჩნია. ამ დროს აი, ჩემზე მილიონჯერ მეტად უსწორდება აქ ყოფნა. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი მაგრა გიყვარს ვარშავა. ან მეც შემიყვარდა, ნუ ჩამქოლავთ, მაგრამ ახლა ნინის როგორც ვზედა, ვაიმე, ჩემი ვარშავა. კაი, არასდროს არ გამიგენა ის გამაიბეჭები ვარშავა. როგორ არის? ლამის ლეგიას თამაშებზე ვიარო და ის გავხსდა. ანუ მართლა რა რაღაცა ის საქართველოზე რო გაქვს ის მომენტი, რომ სადმე რო გაიგებ და ყურს მოკრავ და რო გისწორდება სადმე უცხო ადგილას. ეგრე ვარ იგივენაირად ვარ უკვე პოლონეთზეც. არ ვხუმრობ რა მართლა. ანუ რაღაც მგონია რა იმდენად ჩემი დიდი ნაწილია ჩემს სამშობლო ნამდვილად არ არის, მაგრამ აი რაღაცები მეამაყა პოლსკა გურომ თემა მაგ. იცი რა არის? სხვათა შორის ახლა მაგას რო შეეხე, მომაფიქრდა კი არა, გამახსენდა ესეთი რაღაცა რომ ეხლა ხანს რო იყო ამათი პრეზიდენტობის არჩევნები. ანუ მყავდა ფავორიტი, რომელსაც ბალეშიკოვი გულშემატკივრობდი უკაცრავად. საქართველოშიც მინდა რომ დაინერგოს. და YouTube-ზე გავუშვათ პოლიტიკური რეკლამები. შოქში ვარ. ანუ ამათი პოლიტიკური რეკლამები და ქართული პოლიტიკური რეკლამები ერთია?
ანუ ამათიც ანუ ამათი ცალკე ის არის კი ნამდვილად მიმდინარეობა ცალკე რაღაცა კინემატოგრაფიის რომელიღაცა ლეველის მიმდინარეობა მაგრამ ანუ still მე დარეაქტება უნდა შევთავაზოთ მე მგონი ჩვენს მაყურებელს მსგავსი რაღაცაების ოკეი შეგვიძლია შევაგთავაზოთ მოკლედ დავარეაქტებთ რაღაც ადგილობრივ პიეროგებს და ნამცხრებს და პლუს პოლიტიკურ რეკლამებს რატომაც არა ხო რა ვცადოთ ანუ რას კარგო არც არაფერს ჩვენი 115 ფოლოვერი იმედია ეგ უნდა მეთქვა ჩვენი 115 ფოლოვერი იმედია გამოგვყვება ბოლომდე მაგრამ დალში იმედი არ დავკარგოთ ამას იცი რა მითხარე გადავხედოთ გასულ კვირას თუ პირდაპირ თემა შევხვდ რამე მოხდა შენ ცხოვრებაში საინტერესო ჩემ ცხოვრებაში მოხდა საინტერესო წინა თუ იმის წინა ეპიზოდში არ ვთქვი არ მახსოვს ჩემ მამიდაშვილი და ჩემი ნათლული ნინია იყვნენ ჩემთან ჩამოსულები სტუმრად მშვენიერი ერთი კვირა გავატარეთ ჭორებით წამოვიდა თბილისიდან როგორც დაგუპირდე იმდენი იყო წარმოდგენა არა გაქვს მაგრამ ნუ ვერ მოყვები ახლა ამ ყველაფერს მე არაფერი არ ვიცი ხალხო ანუ თათიეს ახლობლები წავიდნენ 1-5 დღეა დაახლოებით უკვე არაფერი არ ვიცი იმის მერე ერთხელ შევხვდით სუნინი და ისიც უჭამდით არ გვეცალა ვოისებს ვუსმენ უკვე დამიდგა ცხოვრებაში ეგ ეტაპი აი ჭორები არის მაგრამ ისე ჩვენთვის ჭორებია ოკეი ძალიან კაი ერთი სული მაქვს ველოდები თუ ძალიან დაგაინტერესებთ დაგვილაიქეთ დაგვიკომენტარეთ და შეიძლება მოუყვე რამე მე დისკორდის ჩატი გავაკეთეთ ჩვენი community-თვის მერკურები ან რაღაცები დავარქვათ ჩვენს გამომწერებს რეტრო კომანდა რეტრო და კრუ სკვადი რაღაცა რეტროს მოვიფიქრებ ნეიმინგში ბადალი არ მყავს მე დავა ბრეინშტორმინგოთ და მოვიფიქროთ მაგრამ მე დისკორდში მოყავი ეს ჭორები community-ში ოკეი ხო არა მთელი ჩემი კვირა მაგითი იყო დატვირთული და მოცსული ხო კიდე ერთი ძალიან მაგარი ნიუსი არის ის რომ ის უხსენებელი ფაზლი დავამთავრეთ როგორც იქნა მიყურებს ხო რა დამპლურად იყურება შეხედე პროსტა აი რაღაც უზავ მაგას და ეგეც ჩემა ნათლულმა ნინიამ მოუღო საბოლოო ჯამში და ანუ ნინი მე ყავს ბავშვები რომ დაუზარალები არიან და რაღაც კეფესიტი ნერვიული სისტემის ყოფნით კი აშკარად მეტი აქვს აშკარად მეტი აქვს ორჩა მეტი არაფერი შენკენ მოხდა რამე მაგ ძალიან მწავე დეპრესია გამბირთულდა უბრალოდ ყოფნა ანუ მე არ ვარ ის კატეგორია უბრალოდ 400-ზე რო არიან და დეპრესია მაქვს რა წარან ძალიან რაციონალურად ვუდგები ჩემ ყველანაირ მდგომარეობას მაგრამ იმის მიუხედავად რომ შაბათ კვირა თუ არ ჩავთვლით შენს ნახოს რამე ძალიან კარგი საღამო გამოვიდა მაგრამ მაინც არ მიშველა მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო სკროლე ძალიან ბევრი TikTok-ე და ვცდილობ რომ ფიდზე გავფილტრო და უფრო მეტი ადგილობრივი პოლონური მიმები შემხვდეს. სხვათა შორის მეც დავიწყე ადგილობრივი პოლონური TikTok-ების ყურება. რა სიტყვი უმორზე მე ძალიან მომწონს. ხა ჯერჯერობით პოსტინგის ამბავში მაგრამ მომწონს. ხო, ვიცი რა არის უფრო trash კონტენტი აქვს და ანუ trash-ის დიდი ფანი არ ვარ ეხა. მე ვარ trash-ის. მაგრამ ანუ მე მგონი შენთვისაც მაქვს ჩაგდებული ერთი ტიპი რო არის პლაცკულტურაზე რო ლაპარაკობს. კი. У нас в Варшаве ესე რო იწევს ანუ მაგრამებას მაიქთი. ჩემი საყვარელი მიმდინარეობა არის მთლიან TikTok trash community-ში კრაკოვის და ვარშავის დაპირისპირება. იმიტომ რომ კრაკოველები ვინც არიცით მეგობრებო ვარშაველებს თვლიან გამოვიყენებ უწუდეს ტერმინს სოფლეელებად და ანუ შესაბამისად ეს მოიაზრებს გოიმობას და ანუ არა იმ გაგებით რომლითაც სოფლელი უნდა იყოს გამოყენებული. და TikTok-ზე არის ხოლმე ძირთადად ერთმანეთის დაცინვის და ეს ახალი ქართველობის თემა, ოღონდ ახალი ვარშაველის თემა და ძალიან ვერთობი და ამ დრამაში ვარ გარეული, ოღონდ ისა მავიწყდება ხოლმე რომ ვარშავა ძალიან მიყვარს და თავს ანუ კრაკოველებისთვის მეც გოიმი ვარ მაგალითად. Okay, come on. არა. კრაკოვში სხვა ხალხია მართლა ჩემს. ხო, მაგრამ შენ ვარშაველი არ ხარ? არ ვარ ვარშაველი, მაგრამ მიყვარს ვარშავა და ძალიან მოვფასებ. მასე კრაკოვიც ხო გიყვარს? კი, მაგრამ აი კრაკოვზე მაგ დამოკიდებულება რა, რაღაც შეიძლება 5 დღე, 7 დღე ვიცხოვრო რა.
გასაგებია. აი, ნახე, ოჯახი რო არ მყავდეს და მარტო ვიყო სტუდენტი ვიყო 20 წლის თუ რაღაც იდეალური ქალაქია ყველა მაგ სხვა შორის ან მე არ ვარ ასაკისთვის. კურსში ჯერ დამყოფი და ბევრი ამბობს რომ სასტუდენტოდ არის ძალიან კაი ქალაქი. იდეალური, აი, რავი, მინდა რომ რაღაცნაირად რომელიმე ქართულ ქალაქ შევადარო მაგ ამბავში, მაგრამ ჩვენი კულტურა არ გვაქვს რაღაც სტუდენტური ქალაქის კულტურა საერთოდ არ გვაქვს და ნუ აი ინგლისში არის ერთი ეს ქალაქი ნოტინგემი და რაღაცნაირად იმას წააგავს. ბევრად უფრო შემოდგომური და ზამთრულია. ეგეთი ვაიბი მომდის მეც რომ ვუყურებ. აი ცოტა ჰარი პოტერში ხარა. და ხალხიც ბევრად უფრო უნიკალური, თვითგამოხატული რაღაცა, მაგრამ უფრო judgmental, ანუ ზოგადად პოლონელებზე რომ გამიკვირდება judgmental-ობის თემა, იქ საერთოდ ბევრად. Okay. ანუ რა პაი დრო რა დავაბრუნო და განვიხილავდი სადმე სასწავლებლად წასვლას, კრაკოვი ერთ-ერთ პირველ ადგილს იქნება და ჯერ მარტო იმიტომ რომ ძალიან ხელმისაწვდომია სწავლა სიტყვაზე. აქ ზოგადად კი. დროს ვერ ვაბრუნებთ ხო უკან. Anyway, მოკლედ დღეს რო თემას ვფიქრობდი, მომივიდა ასეთი აზრი, რომ აქ ყოფნაში თავიდან მით უმეტეს აი პირველად რო გადმოვარგდი, სულ თავს გრძნობდი სამ სიტუაციაში. აბა. ან როგორც უცხო პლანეტელი, Okay. ან როგორც დაკარგული, აი lost კონცეფცია რაც არის. ან აი რაღაცებში ძალიან ამაყად უკვე რაღაც დროის მერე local თემაკი ადგილობრივი. ბაზარი არა, კი. ხო და მოდი ვცადოთ და გავიხსენოთ სამი სხვა სიტუაცია აქ ყოფნასთან დაკავშირებით. თითო სიტუაცია თითო ქარაქტერისთვის რა. Okay. აი უცხო პლანეტელი რო თქვი ეგრევე მივხვდი რაც იგულისხმე. რა ვიცი არ მახსოვს ძალიან 2 წუთის ჩამოსული ვიყავი ჯერ აქ. და ტრამვაის გაჩერებაზე ვდგავარ. და თვითონ ტრამვაიში ავედი რაღაცნაირად ის რო არ მიმიქცევი არა ყურადღება საერთოდ რაღაცა ნუ კაი ბილეთი ავიღე ისა ეს რაღაცა ოკეი და უკან უნდა ჩამოვიდე ახლა მივედი ჩემ გაჩერებაზე რა და უნდა ჩამოვიდე ტრამვაიდან. ბიჭო ვდგავარ ამ გაჩერებულ ტრამვაიში აი პროსტა ვდგავარ ესე და ველოდები რომ კარი გაიღოს რომ ჩავიდე. ოკ და წავიდა ტრამვაი, იმიტომ რომ თურმე ღილაკისთვის უნდა დამეჭირა ხელი, რომ ჩემით გამეღო კარები, იმიტომ რომ ენერგოეფიშიენტები არიან და ზედმეტად კარებს არ ხსნიან. მეორე უკიდურესობა რომელია იცი მაგისთვის მეტროში ხო თავისთი ხსნა კარი აღონდის ხელის მისაჭერად. კამანდა რო აჭერს ხოლმე მაინც. პირველად მეტროში რომ მოვხდი, სულ სამჯერ ვარ საქართველოშიც მეტროში ნამყოფი. აქ რო პირველად მოვხდი, ანუ 1 საათი ვაჭერდი, ძალიან გაბრაზავდი და ხალხმა მე ყურება რა დამიწყო, მივხვდი რომ თავისით იღებოდა და ეხლა მუღამის პონჩი ვაჭერ ხოლმე, იცი, პროსტ. იცი მაგას რომ მაგრა ჯაჯავან? ვარშაველები თვითონ, ანუ თუ მეტროში ხელს აჭერ, ანუ აქაური არ ხარ და ჩამოთრეული. დაეგამჯაჯონ. შენ აი არ ჯაჯავ ხო საერთოდ? ყველა ბაბშევიც კი გაიულის. არა. ვინ შენ ჯაჯავს იმას? ლოკალზე ყველაზე მეტად კი არა პირველად ნუ ვარშავაში მოხდა ეგ იმიტომ რომ გდანსკში მივხვდით იმისა რომ 5 თვე ვიცხოვრე ხო მგონია რომ ანუ 1-3 წელი ვიცხოვრე იქ რა მაგრამ ანუ გდანსკში ეგეთი არ მახსენდება რავი არაფერი რა იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო არის 5 თვე იმისთვის რომ ქალაქი კარგად შეიცნო და რაღაცა ადგილობრივად იგრძნო თავი რა ანუ რასაო ნაგვის გადასაყრელთაც რეზიკო წამო ჩამოყევი ნაგავი გადავყავთ ანუ ხვდები ეგრე ვიყავი ძალიან უცხოთ ვიყავი მაინც და აქ ნუ მე დღეს რასაც მოვყვები ხალხო ყველაფერი ტრანსპორტთან იქნება დაკავშირებული ჩემი მტკივნეული თემა იმიტომ რომ თბილისში ტრანსპორტით არ დავდიოდი შელდონი ხარ უნდა აი თბილისში არ დავდიოდი არასდროს ტრანსპორტით რა წამსაც მართვის მოწმობა ავიღე იმის მერე მანქანიდან ფეხი არ ჩამომიდგამს და შესაბამისად თბილისის ტრანსპორტშიც შეიძლება არის ესე უბრალოდ მე არ ვიცი და ამის გამო არ ჩამქოლოდ ჩვენთან ვაკეში მეტროს საერთოდ მეტროში ვარ თბილისში ალბათ 2-ჯერ ან 3-ჯერ უნდა მყოფი აი ძალიან ცოტა ჯერ ყოველ შემთხვევაში რებელა თინეიჯერები ყავი და ერთი იყო ფიზიკურად როცა დამჭირდა რომ გზებს გადავმხტარიყავი რამენაირად და მომიწია მიწის ქვეშ ჩასვლა და ისე გადახტომა. არა, ეგ ცალკე მოვყვეთ თუ გინდა მერე. ეხა ლოკალი რო ვიგრძენი თავი რომ всё აქაური ვარ თუ რაღაცა.
მეტროში არ ვიცი დაკვირვებული ხარ თუ არა, ეხლა ეს ჩემზე იშვიათად ჩადის რა მეტროში კიდე. დაკვირვებული ხარ თუ არა, პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელი არის ერთი რო ზემოდან ახვიდე და ჩახვიდე და მეორე არის ქვემოდანვე პირდაპირ, ანუ შვილო, პირველ და მეორე ხაზზე საერთოდ არ გადავსულვარ. შავი გზებია. არ ვიცი, შავი გზები, ანუ ჩორნი ხოდებს ვეძახი რა. ესეთი ანუ თუ არ იცი მართლა აზე არ ვერ მოხვალ რო გადასასვლელია მან რა. გოგო, როგორ არ იცი? ანუ ესკალატორით რო ადიხარ ზემოთ, ესკალატორის უკან მეგულება კედელი მხოლოდ და მეტი არაფერი და ხალხი დავინახე რომ ამ ესკალატორს უბლის გვერდს და რაღაცა 9.3/4-ის თემა წარმოვიდგე, მეთქი კედელში შედიან უკაცრავად რა ხდება რა. და გავყევი მეთქი აი ჩორტმა ჯანდაბას მეთქი გავყევი რა რომ მეთქი აი საწავლენ რა. ნუ ალბათ მე ერთი ვიფიქრე მეთქი სხვა მოსასვლელია, მაგრამ ანუ ადის ესკალატორი აქ ბარე მეთქი ავიდო და იქიდან ხალხი. გავყევი და თურმე პირდაპირ ანუ ზუსტად 3 ნაბიჯი გჭირდება იმისთვის რომ ერთი ხაზიდან მეორეზე გადახვიდე. ტექნოლოგია. და ანუ მან ერთხელ ხო გავყევი და ვა მეთქი რაღაც გავდიოდი ესე ხო? და აი მეორეთ უკვე მატარებლი და რომ გამოვედი და პირდაპირ იქით გავუხვია და წავედი და ანუ აი ხალხი რომ ესე იყურება რომ ამან რა იცი ანუ ეს ჩემი ფიქრებია თორე ხო ვინ ფიქრობს თათია რატო მიდის იქ ხო მაგრამ აი მე მგონია რომ აი აუ ეხა ეს სად მიდის ნეტად ხალხზე ხარ კამენდა რომ ფიქრობს ეს უეჭველი ლოკალია იმიტომ რომ იცის ეს გადასასვლელი და კიდე იმიტომ რომ ღია და ცისფერ თვალები აქვს და სლავს გავხარ. ხო, მაგრამ მწვანე თვალები მაქვს. ნუ კაი, შემეშა ღია თვალები უნდა მეთქვა. არა, ძალიან ლამაზ მწვანე თვალები. ხო იცი რომ ვიცი რომ მწვანე თვალები. ჩემ ქმარს აქ ცისფერი და ისეც ძალიან ლოკალი გონიათ. კი. ნეტა რა მე რატომ? ხო და აი ეგ იყო ჩემი ძალიან აი ეს მომენტი რომ მეთქვა. ანუ მეტროში უკვე ჩემი ხაზები მაქვს, გადასასვლელი ჩემი გზები მაქვს. და დაკარგულად როდი შეგზაინ თავ? და დაკარგულად ისედაც ანუ დღემდე მაინც ისევ და ისევ ტრანსპორტზე ვყვები. ანუ იმიტომ რომ ძირითადად სულ დავდივარ მეტროთი, ავტობუსით და ტრამვაით აქ იშვიათად დავდივარ რა. და დღესაც ძალიან ხშირად ავტობუსით თუ მომიწია, ანუ მიწის ზედა ტრანსპორტით თუ მომიწია გადაადგილება, დღესაც ესე დავდივარ, რომ სად ვარ, ეს რა ადგილია? ეს მეტრო ვიცი, ხო, აი ძალიან რა. და სულ მუდმივად Google-ში რო ვარ ესე ცხვირთან რაღაცა და ერთხელ იყო, არა ერთხელ, მაგრამ ნუ ეგ ერთი გამახსენდა ეხა. ერთხელ იყო, რომ მოვდიოდი შენთან. პირველი შემოდგომა იყო, რაც მე და შენ დავიწყეთ მეგობრობა. და მოვდივარ შენთან, ოღონდ არა სახლიდან, იმიტომ რომ სახლიდან ინისთან წასვლა დამუღამებული მაქვს, სად უნდა დავდგე რა ნომერს უნდა დაველოდო, ასე შემდეგ, ყველაფერი ვიცი და ცენტრიდან მოვდიოდი შენთან. და ძალიან კარგად მახსოვს, რომ 111 თუნა წამოვსულიყავი. ჩემი ჭკუით ავედი 111-ში და შენი სახლის მიმართულების ნაცვლად წავედი ჟოლიბორჟის მიმართულებით. ანუ აი იქით არის სადღაც ჟოლიბორჟი. ვიცი ჟოლიბორჟში ვაყოფევარ. რანაირად? არ ვიცი, ან 111-ში ვერ ჩავჯექი. არ ვიცი. ან 111 იყო პროსტა სხვა მიმართულებით ჩავჯექი შეიძლება. პირიქი. კი. ანუ ეგ ჩემგან არ არის გასაკვირი, ანუ ჩემგან კომპასი ვერ დადგება ვერასდროს. აი ვერასდროს. აგეტი რა. აგეტი რა. ამეტი რა არა, მაგრამ ისეთ მაშიშმა ამიტან, აი უყურე, ტელეფონი გაქვს შვილო, ინტერნეტი გაქვს, რავი, ინგლისური იცი ბოლო-ბოლო იკითხავ, რაღაცა, ხო, რუსული დამახინჯებ და რაღაცას იკითხავ, გაარკვევ, ანუ რა პრობლემა? არა, აი გულისცემა, აი აქ ვიგრძენი შო მეთქი დავიკარგე, ეხლა წარმოვიდგინე ვიღაცას როგორ ვემათხოვრები, რომ ჩემ ქმართან დამარეკინეთ თუ რაღაც, აი საწოდაობებით. არა, ბოლოს მოვედი შენთან. არა, რა მოხვიდეოდი, ანუ ვიცი, იმიტომ რომ ისტორია არ ვიცი, შესაბამისად არ მოგიყოლია, შესაბამისად ანუ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ იცოდი. არ დატრამულ ხარ ესე იგი. როგორც ჩანს, ხო, საკმარისად არ. მე დღეს დავიტრამე შენთან რომ მოვდიოდი, იმიტომ რომ დიდი ლიფტი არ მუშაობს, დაიკეტა და გაჩერებული ვიდექი 2 წუთი და ვერ ხვდებოდი რა ხდება. მე ლიფტების მაშინ არაფერი შაში დავაჭირე გაღებას გამოვედი მანას ანამ. მაგას ის არის რა ქვია,
ან კიდე მეშვიდისთვის ძალიან უნდა ბევრჯერ მიგეჭირა, ან ვქენი. 1-2 ამხტარიყავი რაღაცა და ამოვა მერე. ლიფტში პროსტ ავხტე გამორიცხული. ანუ მე არ ვიცი ტექნოლოგიის მიმართ ზოგადად რატომ აქ ესეთი თავხედური დამოკიდებულება, მაგრამ ლიფტში მეშვიდეს რო ვაჭერ და რო არ მიდის, ვბრაზობ. განა ის რო იფაი მე რატო არ მიდის რაღაც იმენა ვბრაზობ ეგ არის სწორი დამოკიდებულება, რა მოსაკრებელს უხდი ყოველთვის. არა, ჩემ შემთხვევაში უფრო იზა რომ ფეხით არ მომიწიოს ახლა ასლა. დაგაქორე ლიფტი არ მოგიწევს, ნუ გეშინია. მაგრამ still რა, ანუ ამ ხელათ ანხას რო ყოველთვიურად მოსაკრებელს იხდი, ან ჩვენთან მეგობრობა ამ ხანაგობის ფულს რო 10 ლარს ხო, ვაგროვებთ ლიფტის ფულს ხოლმე. რო ვაგროვებთ ხოლმე, ეგრე არ არის. აქ ლამის 30% არის ქირის, კიდე გააჩნია რაობაში ხარ. კარგად კი. ბევრს ვიხდით. და ზამთარში კიდე იზრდება. კი. კაი, ანუ ჩემები გავიგეთ ტრანსპორტთან დამოკიდებულებები ზოგადად. არ ვიცი, შენ, ანუ შენი ისინი მომიყევი ხა, აი უცხოპლანეტელობიდან, ანუ რავი, რომლითაც გინდა დაიწყებ პრინციპში. უცხოპლანეტელობები ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მაგის რომანტიზირება კიდე შეიძლება და აი დაკარგულობის რომანტიზირება ცოტა არ ვიცი. უცხოპლანეტელობას რაც შეეხება, 2 დღის ჩამოსული ვარ ვარშავაში და ცენტრში რა გავედი, კაი უნახავი ბავშვით. პირველი რა საკეთებ, ხო, რავი, ტურისტი ვინც ყოფილ ხართ ვარშავაში, პლაჟ კულტურასთან გიორგის ვთხოვე ჩემ მეუღლეს, რომ ფოტო გადამეღო. და მიიღებს და ან ახლა ძალიან ისე ტიპი არ ვარ, ძალიან კრინჯულად არ პოზირებს ერთ ფოტო მინდა. ხო, პროსტა რაღაცა ფოტო პლაჟ კულტურასთან, თუ კულტურის. მაქვს ეგეთი ფოტოები, მე რაღაცა მომჩი დავიკიდე ეს ყველაფერი ფეხზე, მაგრამ უცბად დავამუღამე რა დაახლოებით 25 ადამიანი, იმიტომ რომ ძალიან აქტიური ტერიტორია. ისეთი წარბაწეული მიყურებს და მე არ მჩვევია ზოგადად ეგ overthinking-ი და რაღაცები რომ პარანოიაში რო ხარ და გონია ყველა შენ ჯაჯავს, ანუ არა. ან მართლა ხალხი დამცინა და დაახლოებით 1-2 დღეში გავიგე, მე ადგილობრივმა გიორგის სამშობლომა მომიყვარა, რეალურად ამ ნაგებობას ხო ვერ იტანენ, ემახინჯებათ ამ დროს მე ვგიჟდები სამ. ემახინჯებათ ერთი არის და ანუ სტალინის ნაჩუქარი არის და მაგაზი აქვს ეს ჩაჭედილი. მესმის, ანუ ოკეია, მაგრამ ანუ არაშინაარსობრივად სილამაზით მელამაზება. პატივცემი მათ დამოკიდებულებას რაც აქვს, მაგრამ რო ამბობენ მახინჯია, მაგას ვერ მახინჯი ნახდათ არ არის, მართლა ძალიან ლამაზი შენობა, ანუ და მეორე მომენტი ის არის, რომ ანუ თურმე მარტო გოიმები და ახალი ვარშაველები ჩამოტრეულები. და მაგრას ცოტა ვიგრძენი უცხოპლანეტელად თავი. მეც მაქვს მაგასთან ფოტო და რავი, ყველას ბაღებინებ, ვინც ჩამოდის. ლამაზია, ღამე ულამაზეს შენობა მართლა. ძალიან სხვანაირი პოსტსაბჭოთა ვაიბებია, აი ისეთი რომლის ოდნავ რომანტიზირება შეიძლება ზედმეტი ჯაჯინგის გარეშე. და ახლა ცოტა გოთიკაურევია, ცოტა რაღაცა და ძალიან ეფექტურია. ძალიან ახლოდანაც ძალიან ეფექტურია რა. ახლოდან კიდე უფრო ეფექტურია. ძალიან. აი თან იქ რომ თვრალი ვარ ხოლმე, ჩემი საყვარელი ბარი არის მაგის ძირში. იქ რო ვსვავ ხოლმე, აი მან კიდე ვაფშე სხვანაირი ვარ. გამოდიხარ და ეს ავხელა რაღაც. არა, მართლა ძალიან ეფექტური შენობა. ძალიან ჯაჯინგით მიყურებენ, სხვა თვრალი whatever. შევეჩვიე. ანუ მე შეგვიძლია მაგაზე ველაპარაკოთ, მაგრამ ადგილობრივებისთვის და ზოგადად ამ ერისთვის სხვისი განსჯა არის ძალიან ნორმა, ოკეი და ანუ შენც არ უნდა გწყინდეს რა, ანუ სამსახურშიც ბევრჯერ მქონია გამოცდილება და მე ძალიან სახში ვგრძნობ თავს ამის გამო. აი ხებს რომ განსჯი ხო, მაგრამ შენ რო განსჯიან? განსაჯონ, ანუ ხო ხედავ მე ჩემი ვფიქრობ ვინ როგორ მსჯის და ანუ იმათი რეალური განსჯები ცოტა მკიდია. მეორე მომენტი, როცა თავი ვიგრძენი ძალიან უხერხულ უცხოპლანეტელად და საქართველოს ვაბრალებ მაგას იყო, პირველად რო ექიმთან მივედი მოსაცდელში. ანუ ჩვენთან რავი, ექიმთან ღმერთმა დაგაჭიროთ, მაგრამ თუ გიწევთ მისვლა, ანუ ეგრევე რიქს ხედავ, არ ხედავ, აკაკუნებ, მოვედი ბატონო ექიმო. ხო. ეხლა ბიძა ჩემის თოლმა დაგირეკათ ქალბატონმა ნათიამ და მოკლედ რა როგორც ხდება. აქ რო მოვედი, ჩაწელი რა დროსაც ვიყავი, პირდაპირ დავაკაკუნე და შეჭრავცად. ისე გამომლანძღეს. დაჯექი და დაგიძახებ თუ არა? საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა, რომ თურმე კულტურა. რეალურად სულ 1000 კაცი იყოს ჩვენ წინ, ანუ შენ დროზე ყველა გამოდის, ანუ ექიმი დგება, თავს იწუხებს, გამოდის, შენ სახელს გვარს გეუბნება და შედიხარ. ეგ ჩემთვის როგორი შთამბეჭდავი იყო, იცი? ძალიან შოქში ვიყავი. ძალიან კი შემრცხვა, მაგრამ ნუ ვსწავლობ ნელ-ნელა. მაგაზე ხარ რა გამახსენდი, იცი რა? შენ რომ მიმაგზავნე კაბატთან კბილზე, გახსოვს? ანუ მიმაგზავნე რა, ანუ როგორც ცნობილი
ნინის კბილების უკბილო. ნუ მოკლედ ნინის ვეკითხები ხოლმე ყველაზე და ყველაფერზე რეკომენდაციას ვარშავაში მიუხედავად იმისა რომ სულ 2 თვით ჩემზე მეტი იცხოვრა ვარშავაში ნუ კაი არა 1.5 წლით მეტი აქვს ვარშავაში ნაცხოვრები მაგრამ ანუ კაი კამონ რა მნიშვნელობა აქვს ანუ ყველაფერზე ამას ვეკითხები სულ ანუ არ ვიცი ნინი ბოტოქსი სად გავიკეთო და ნინი ბოტოქს არ იკეთებს ამ დროს თუ რაღაც მაგრამ იცის ადგილი მაგრამ გასაკეთებელი არ მაგრამ იცის ადგილი სად უნდა გავიკეთო თუ რაღაც ხვდები და ესე ამ კაბათთან რომ მივედი მე რომ მივედი მე ზოგადად ძალიან უაზროდ ადრე ვიცი ხოლმე მისვლა იმიტომ რომ არ დამაგვიანდეს შეიძლება 15-20 წუთით ადრე ვიჯდე აი ესე გამზადებული უკვე რა და ვზივარ დავიღალე გავედი მოვწიე შემოვედი ანუ ძალიან დიდი ხნით ადრე მივედი რომ თან ანუ პირველად რომ მივედი რაღაცა და ხედავ შემოდის ეს კაბატი რა და ეხლა მე რა ვიცი კაბატია თუ ვინ არის და იმაში რეცეფციაში გოგოები ელაპარაკებიან რომ რაღაცა იზაბელა თუ რაღაცა არ ქვია მაგალს ნუ კარგი კატარჟინა ხო რაღაცა რა არ მახსოვს სახელი მოკლედ მიმართეს სახელით რაღაცა და მყავსო პაციენტიო ესე კითხება და კიო 2 საათზე ყავსო რა და მივხვდი რომ ეს არ ვიცი რატო გადავწყვიტე მაგრამ მივხვდი რომ ეგ იყო რა კაბატივით გამოიხურება აი რო შეხედავდი კაბატი იყო ესე მართლა გეთქარგნობა აქვს კი და მივესალმე რომ მეთქი გამარჯობა მეთქი მე ვარ თქვენი პაციენტი თქო და რაღაცა ხო ანუ რაღაცა პოლონურად მითხრა და მაშინ ვაფშე გარტყმაში არ ვიყავ ეხა თუ ცოტათი გარტყმაში ვარ მაშინ ვაფშე საერთოდ გარტყმაში არ ვიყავ პოლონურს რა ვიცი შევიდა ეს ხალი კაბინეტში და შევყევი მეც და ქალბა ანუ უკაცრა არ აღარ მე მგონი მართლა მითხრა ეგ მაგან პოლონური ანუ გამიღიმა და მე მივიჩნი მეც მივიჩნი ზუსტად რომ გამიღიმა მე გადავწყვიტე რომ ესე იგი ნიშნავს რომ ანუ მობრძანდით როგორც ჩვენთან ერთი ღიმილი საკმარისია იმისთვის რომ მობრძანდით ეგრე გადავწყვიტე რომ აი ეს იყო რომ მობრძანდი თუ რაღაცა რა და არა ანუ აი ესე ხელით გამიკეთა რომ ანუ არაო გაჩერდიო იდექის ზდეკო კაი მეთქი უკაცრავა და ანუ ვერ მივხვდი ხა ჩემი დრო არის და არ მიშვებს კაბინეტში რა ხდება მე ტუხაშულს არ იტყვის იქამ და ბანიტატია გამოვიდა მე მაგისი ასისტენტი და მეთქი კი მე ვარ და წეღარო შემოსულიყავი რა მოხდა თუ რაღაცა იქნება ეხლა როგორც Devil's Advocates თამაში სანამ იმას გაწმინდა სტერილიზაციას მესმის გოგო განა არ მესმის არა გავიგე მაგრამ ეს ეხა მესმის საქართველოში რომ ფეხი შენგრევით და 700,000-ით და დამკვრელებით რომ ვიღაცა რო შემოდის ამ დროს რომ მალე მიმიღებთ ჩემი საყვარელი ეპიზოდი არის ჩემს ხრის დაქალები გააქნა ნახე ზოგადად კი ბარბარიკა გახსოვს მეგრელი სარძლოა იყო კი გინეკოლოგთან რომ მთელი სანეთესა კომანდა რომ იყო კი ვაიმე გუშინ წინ შევხვდა Facebook-ზე მაგიტომ ახსოვს თორე არ მემახსოვრებოდა ეგ არის ძალიან რეალობა და არ მარტო მეგრელების თემა კი არ არის ან მე თვითონ შემწრა მეც მაგის ნაწილი ვწყოფილო რომ რაღაცა და ჩემთან და ჩემდასთან ერთად მივსულა რაღაცა კბილზე. შე რო იცოდე ჩემმა გინეკოლოგმა მე რეები მომიყვა პროსტა ანუ დაახლოებულები ვიყავით მე და ეს გოგო თორე ხა. რა თქმა უნდა სახელებს არ ახსენებ. ხო არა რაზეა საუბარი? ისეთები აქვს მაგ გოგოს მოყოლილი ჩემთვის რომ ანუ განა ის რომ დედამთილმა მოიყვანა რძალი და რაღაცა ანუ დედამთის გინეკოლოგი რომ მე რო ვეკითხებოდიო რა რომ რაღაცა XK-სობრივი თემები როდის რა გქონდათ რაღაცა ეს გოგო ვერ მპასუხობდაო ვერაფერსო გახედავდა თავის ქმარს ის ვერაფერს ვერ მპასუხობდაო და დედამთილი შემოაღებდა კარებს და პასუხობდა გოში გოში არ გახსოვთ კაცო არ დამაძინეს ელღა აი ужаси მაკაბრა მეორე ამბავი ლოკალად ანუ ადგილობრივად როდის ვიგზავნი თავი და ბევრი ეგეთი მომენტი მქონია სხვა შორის იმის მიუხედავად რომ ენა ახლა და ახლა ოდნავ სწავლობ და ვიცი არის ძალიან შორეული ანუ ერთ-ერთი მანიფესტირებ ვიცი ენა ხო შესაბამისად პირველი მომენტი იყო რა თქმა უნდა ჩემს უსაყვარლეს ბიედრონკაში
ადგილობრივი ბებუები გიждდებიან კომუნიკაციაზე და სულ არ გიყურებენ სტაფის ფორმა გაცვია, არ გაცვია, ვინ ხარ, ახარ, ეგრევე შენთან მოდიან კითხვით. როსტა გებაზრებიან. და მოკლედ ერთ-ერთ ბაბჩას ავარჩევინე ტაფა ფასების მიხედვით რა, რაღაც იაფიანს ეწევდა ზომაში. და ეგ გამისწორდა ძალიან, რომ ის შევძელი, რომ დავეხმარე და ეგ იყო პირველი local თემა. სიყვარლეა. მეორე თემა მაქვს ხოლმე, ჩემი ახლობლები ან ნაცნობები რა ჩამოდიან და ადგილების რჩევის ამბავი, ანუ ტურისტულად კი არა, ყველაზე კარგი პიცა სად იჭმევა, სად არის ყველაზე კარგი. მაგაში შენ მართლა ლოკალი ხარ. ანუ მადლობა. მართლა ოღონდ, იმიტომ რომ არ არსებობს რამე ვაიბი ვუთხრა, რომ აი მინდა რესტორანი, რომელიც პარიზს გადაყურებს, ოღონდ ვარშავაში და ნინი მიცის ეგეთი რესტორანი ვარშავაში. სხვათა შორის ერთი ეხლა გაიხსნება ცოტა დათბება თუ არა, არის ეგეთი ვაიბით, გარეთ გაკეთებულია ცოტა ელისეს მიგების ამბავი. ანუ ეს ახლა მოვიყვანე მაგ ფოტოები ნანახი და მე წავიდეთ დავგეგმოთ. მართლა გამახსენდა, მართლა წასვლელი და მაგიტო. ანუ ეს რაღაცა გზამკვლევის ამპლუა მაგ ძალიან კარგად ამოღამებული. და ანუ კიდე არის ხოლმე მომენტები, რომ ის სიტყვაზე ტაქსის მძღოლისთვის, ქართველისთვისაც და სხვა შორის არაქართველისთვისაც გზა მისწავლებია. აი მაგაში მე მივხვდი ერთ რამეს ჩემ თავთან დაკავშირებით, რომ მე თვითონ საჭესთან თუ არ ვარ ვაფშე არ ვაკვირდები. არ ხდება ხო ანუ იმენ განა ის რო აი ტელეფონში ვარ და ვერ ხედა არა ვათვალიერებ როგორც ტურისტი ჯერ ხო ვერ ვიაზრებ ბოლომდე რო აქ ცხოვრობ და ჯერ ისევ ტურისტი მგონია თავი 3 წელია ხო ვათვალიერებ რაღაცა მაგრამ ანუ რომ მითხრა ეხა რო აი ხა ფეხით რო წამიყვანო შენ სახლამდე მიხვალ მიხვალ აი აქედან ცენტრში მისულვარ ანუ აი მივალ როგორ იცი ტრანსპორტის გზებით მივალ და არა ქალაქის გზებით რაც შეეხება დაკარგულად ყოფნას ყველა ეგეთი მომენტი ძირითადად ასოცირდება ბიუროკრატიასთან იმიტომ რომ აქ ბიუროკრატიული საკითხები არც დავიწყებ მაგაზე ლაპარაკს იმიტომ რომ დათრიგერებული ვარ ანუ ცუდად ხვდები გაგახსენებ ერთ მომენტს პოლონურის ჯგუფში გახსავს რეზიდენსი კარტა პობიტუზე ლაპარაკობდნენ ანუ არაფერი ჩვენი ჯგუფელები და მასწავლებელი ძალიან ჩვეულებრივი მომენტი იყო ერთმანეთს ქართველები უზიარებდნენ გამოცდილებას ხო ისე ცუდად გავხდი ანუ როგორი სახეზე გეტყობოდა მახსოვს ეგ დღე და არასდროს არ მორჩა თან ეს საუბარი და ანუ თან როგორია რა უთხრა რომ ხალხო აღარ ვილაპარაკოთ ამაზე იმიტომ რომ ჯერა ჩემი საქმეა და მე რავი რაღაც მართლა სატრამიულობ თემაზე ხო არ ვლაპარაკობ რომ გაიჩერა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თემაზე არის საუბარი იმიტომ რომ ვერასდროს ვერ იტყვი რომ всё მე დაბამუღამე ამათი საბუთების ამბავი შანსი არ არის ეგ მომენტი დადგება მაშინ როდესაც არ ვიცი როგორ გადაწყვეტ მაგრამ 5 წელზე მეტი აქ თუ გადაწყვეტ ცხოვრებას და მოქალაქეობის ამბავი არა მოქალაქეობა წელზე გაზარდეს 5 წელზე 5 წლის მერე სამუდამო ცხოვრების უფლებაზე შეგვიძლია შეტანა მაგას რო შეიტან მორჩები და დადებით პასუხს მიიღებ მე რა შეგვიძლია დაისვენო რა კარგა ხან სანამ არ მოგინდება მოქალაქეობა სანამ არ მოგინდება და მაკედანიც მოქალაქეობაზეც აი ლეგალურ რჩევებს არ გავცემ ხა მაგრამ ანუ ორჯერ დროებითი და ერთხელ მუდმივი უეჭველი უნდა გქონდეს იმისთვის რომ eligible იყო მოქალაქეობაზე ეგ ზუსტად ვიცი ნუ ხო სხვანაირად ვერც გამოვა რეალურად ხო მოკლედ რა ძირთადად მაგ ასპექტში ვგრძნობ ხოლმე თავს დაკარგულად ან სულიერადაც დაკარგულად სულიერად ვგრძნობდი თავს აი რო ჩამოვედი და პირველი ეტაპი რო იყო სამსახურის ძებნის მე ხარ რაღაც პერიოდში საერთოდ გავჩერდი წელიწადის მერე გავჩერდი და მე თავიდან დავიწყე ის ერთი წელი სამსახურს რო ვეძებდი და უცბად აღმოვაჩინე რომ აქ დასაქმების ბაზარი ბევრად უფრო დიდია ვიდრე საქართველოში და ანუ გაკ 80% ნაკლები შანსი არის რომ პირველ ეტაპზე მაინც მიგიწვიან. ისიც არ არის გამოცდილების მიხედვით რა. ხო მე რო ზუსტად ვიცი და გამოცდილება მაქვს რომ საქართველოში რაზე შემიძლია გავგზავნო. ხო. იქ რომ მაგაზე ნახევრად წონიან, აქ რომ თბილისთან შედარებით ნახევარ წონიან ვაკანსიებზე გაგზავნო. რეზიუმე შენი წარმომავლობა და გულისხმობ იმას რომ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნიდან მოდიხარ
უკვე პირდაპირ ბლოკავს 80%-ში და გრჩება 20%, რომელსაც არ ეზარება შენთან საერთოდ დალაპარაკება, რომ და მერე საბუთობანა და მერე მთელი ამბები. მოკლედ, ტექს სფეროში ვინც არ ხართ, მეგობრებო, თუ გინდათ პოლონეთში დასაქმება, შესაძლებელია აუცილებლად. ანუ ხელი არ ჩაიქნიოთ, მაგრამ მარტივი არ არის. ცოტა მზათიყავით. იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი იმედგაცრუება გამოვიარე და რაღაც მომენტში მაგროს ანუ საკუთარ თავის რწმენას კარგავ. კი, აბა რა. და მე რომ მეგონა რომ იქ სადღაც რა ჩემს ქვეყანაში რაღაც იქ თუ გლეჯდი ყველაფერს აქაც ანალოგიურად ხელებგაშლით დამხვევებდნენ, რავი, არ არის. არა, აქ მართლა ბევრად რთული არის სამსახურის ამბავი, მით უმეტეს რომ ბაზარი ბევრად უფრო დიდი არის. მარტო აქ ეუს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იმუშაოს. ანუ მარტო ერთი ქვეყანა არ არის. და ძალიან ბევრი მოდის. ჩემი ნაცნობების და მეგობრების 95% არის ეუს მოქალაქე, არა პოლონელი. ანუ ბევრად უფრო იაფია აქ ცხოვრება ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ხელფასებზე ვიტყოდი, რომ 75% იგივეა, ანუ დაახლოებით 25% ნაკლებია ვიდრე დასავლეთ ევროპაში. ხო, კი. მაგრამ უღირთ. სერიოზულად უღირთ. სახლის ყიდვა ბევრად უფრო მარტივია მათთვის. არაფერი გასაკეთებელი არ აქვს, საბუთების მოგვარება არ სჭირდება და აქ ბევრად უფრო მარტივად შეუძლიათ სამსახურის პოვნა, იმიტომ რომ ყველა გლობალური Core 5 კომპანიიდან დაწყებული ყველაფერია შემოსული და სტარტაპ გარემოც ნორმალურია. კი. ნამდვილად. და მე აქ უნდა შევეჯიბრო რაღაც აზიურ კულტურაში გაზრდილ ადამიანებს, რომლებიც არიან მართლა მხეცები, ოღონდ კარგი გაგებით. ვორკაჰოლიკები არიან, მეტი რო არ ანუ რელიგიურად ვორკაჰოლიკები. კი, ყველაფერში საერთოდ. და ანუ ეს სიამოვნებას ანიჭებ და ეგ უფრო რთულია რა, ერთი არის რომ უბრალოდ შეუძლია ბევრი და კარგად იმუშაოს და მეორე რომ ეგ უსწორდება, იმიტომ რომ მე არ მისწორდება. არც მე. მე რო არ მისწორდება, შესაბამისად ეგ მწევს უკან ერთი 1000 ნაბიჯით. კი. მაგრამ ეგ არაც არა. გასვიზამთ. გადავიდეთ შემდეგ სეგმენტზე. წაღან რაღაც ეგეთები კი ვახსენებთ, მაგრამ მინდა შევადაროთ ქართული და პოლონური ადათებს არ ვიტყოდი რა, უფრო რაღაც წესი დამკვიდრებული ნორმები. ხო. თქვათ რაღაც ჯერ დავწყოთ ქართული ნორმებით, რომლებიც აქ აღმოაჩინე რომ მიუღებელია, ან საერთოდ არ სმენიათ, ან ძალიან უკვირთ, ან ასე შემდეგ. ეხლა რამდენად ქართული წესი არის და ანუ ქართულია თუ არა არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ძალიან მიღებულია. ანუ ჩვენი იყო დასაბამიდან თუ არა, მაგას ეგ არ ვიცი რა. მაგაზე არავინ არ გეკიდებით. ხო, ანუ ჩვენთან ეგრეა, ფაქტია, რომ სტუმრად როცა მიდიხარ, თუ ეხა იმ კონკრეტულ შემთხვევებზე არ მაქვს საუბარი ბავშვი თუ არის და რაღაცა, ძირითადად ფეხზე ჩვენ არ ვიხდით. იცი რა არის მე მაგ ასეთი კანთი დამოკიდებულობა რა, კოვიდის მერე ხო უფრო დაინერგა. კოვიდის ნახე, გინდა ფეხზე გავიხადო, ბახილები დამახვედა და ჩავიცმე აუცილებლად. ზუსტად. ან წინასწარ მითხარი რომ თიძე გახეული წინ და არ ჩავიცვა რა, ან ცალცალე. აი ზუსტად მარტივია. ანუ საქართველოში არ არის ეს ნორმა, ჯერ კიდე, ანუ უყურე ის რომ ფეხსაცმელით სახში შემოგაქ ქუჩის არა, მესმის. მეც მესმის, მაგრამ ის რომ სტუმრად მიდიხარ და თუნდაც, რა ვიცი, ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია, რაღაცა ვიდი გაქვს, რაღაცა ლუკი გაქვს ჩამოყალიბებული და ამ დროს გეუბნები რომ ჩამოვდი მაგ ქუსლებიდან, ემაგეებიდან არ გადმოყირავდეო თუ რაღაც, იმიტომ რომ ფეხზე უნდა გაიხადო, ხო? ანუ ეგ მაგარი უცხო იყო ჩემთვის ყოველთვის. უფრო რაციონალური ასპექტით მე რაზობრაზდებით, დედა ნატირები ტემუდან გამოიწერე 100 ჩუსტი $5 რა, ერთჯერად ის ინსტრუმენტს ჩუსტზე ბოდის ვიხდი. ჩუსტია. რა ქვია? ჩუსტია. კაი, ჩუსტი. ოკეი, ჩუსტი, ხო? ჩუსტი. და მეტოლახი რო გაქვს მთელ სახლში და საბაზანაშიც რო ფეხით, ანუ წინდებით უნდა შევიდე და ზამთარია და აქ ბოდიში და -25 გრადუსი არის ზამთარში. ანუ რაც პატარა კომფორტი მე ჩემი ქმენი სტუმრად მოვდივარ. დაქაოლებზე და ოჯახის წევრებზე არ მაქვს. მაგას შენ ჩუსტად ჩავიცნევ რა. ზუსტად მაგას ვამბობ, მაგრამ ანუ აქ პირიქით რაც არ უნდა ეცვათ, ანუ აი ჩვენი სახლის მეპატრონე რომ მოდის ხოლმე რა.
აქამდე შექმებიათ ხოლმე თასმებიან სანამ ეს დადგება გაიხსნის ამ თასმებს და თან ეუბნებათ ეთე მე ვარ მე შემს სულ კი რა გაიგთხავ არ გაიხადო რა ყოველთვის ეუბნები რომ ჩვენ არ ვიხდით სახში ფეხზე და ანუ შეგიძლია არ გაიხადო არ გინდა არ გაიხადო ანუ ხო არ ვუყვირებ რომ გეცვას ეგ ბოტასი ხო ჩემ ბაჟანაც იხდის ქუსლიანებს ვაიმე და ჩამოდის ქუსლოვიდან და მე გიორგის ასაუყურებს აუ ძალიან მიყვარს პროსტა ბაჟანას რომ გიორგი უყვარს აი ზუსტად ვიცი იცი რა 1-10 წლით ახალგაზრდა რა იყოს აუცილებლად ვეეჭვიანებდა ძალიან მაგარ ვიცია ახლა აბარცლა ანუ არ მახსოვს არ გინახებია ეგ ხალი ჩემთვის იცი რა WhatsApp-ში შემიძლია მარტო ფოტო ვნახო ესე არ მომიძებნი არც რატო არ მყავს გავს ხო რა გჭირს ნინი ეთყვა არ მინდა რომ დავიგრუზო ჭრა ვიცი იქნება ქმარი ყავს არ ეთყვა რა ყავდას არ ეთყვა რა ყავდას მგონი არ გარდაცვლელი ყავს მოქალაქეობას ხوارი ჩალიჩები ახლა გადი იქნებ მორჩი დღეს ჩაწერას დამთავრდა ხო და ანუ იმას ვამბობ რომ ჩემთვის ძალიან უხერხულია მე თვითონაც როცა მივდივარ სახში ფეხზე გახდა და რაღაცა იმიტომ რომ მართლა შეიძლება ისეთი წინდამაცვია რომელიც მე კომფორტულება მაგრამ გამოსამზეურებელი საერთოდ არ არის ანუ რა ბადიშის ყველამ ვიცით რომ in the end of the day ყველას გვივლია გამოხეული წინდით ან მით უმეტეს კალგოტკა როცა გაცვია რა თქვია კოლგოტი თუ რაღაცა კოლგოტზე სუმეცვია ზემოდან წინდები რანერი შესახედია ყოველთვის მეხევა აქაურ ზამთარში კოლგოტით რო გამოხვიდა და კიდე წინდა ზედარგეცო შანსი არ არის. გაიყინები რაზეა საუბარი. და დაბადების დღეზე ხარ მისულიან რაღაცა ცოტა ისეთ იმაზე და კოლგოტზე ზემოდან ათდენიანზე რომ ესეთი წინდა რო გაცვია ან ესეთი. ვინი პუხები რო ხო, ნაძვის ხეებიანი და ჰიუგოებიანი წინდები მაცვია ხოლმე მით უმეტეს ზამთარში. მაგრამ არ არის ლამაზი. ნამდვილად არ არის ლამაზი. ძალიან მაბრაზად. ან ჩუსტები მოიტარო რა როცა. ჩუსტები, ბახილები, დეზობარიერები, მილიონი რაღაცა არსებობს იმისთვის რომ მაგალითად გარედან არ შემოიტანო ჭუჭყი. მილიონი რამე არსებობს სამაგისოდ. მე მაგ ერთი რაღაც დამოღამებული და ისევ სტუმარ მასპინძლობის თამას ახება რა ამ ამბავში. აი განსხვავება ქართულ წესებსა და აქაურ შორის. რაც გააკვირვა და დადებითად ალბათ არ ვიცი. მოკლედ ჩვენ ხო გვაქვს ეს ქართულ კულტურაში ძალიან სტუმარ მასპინძლობის თემა და ვიღაცას სახლში რო პირველად პატიჟებ, ცივი, ცხელი, დესერტი, შეყენებული ციკანი ყველაფერი უნდა იყოს. მით უმეტეს, ნუ რავი, ქართული კერძები თუ არ აქვს ადამიანს დაგემოვნებული, ყველაფერი უნდა საშუალება რა გააჩნდა ქართულ კულტურას. ჩამოვედით თუ არა, ეგრევე დავიწყე ყველა იმ ადამიანის დაპატიჟება, ვისთანაც გიორგის რამე საერთო ქონდა ან გადაყვეთა რა, თანამშრომლები ძირითადად და ბოლოს ან მთლა უფროსზე ავედა. ჯერთი ძალიან მიყვარს გამასპინძლობა და ასე შემდეგ, ან მართლა სიამოვნებას ვიღებ. გამოგდის. მადლობა. მე ძალიან დებილი მასპინძელი ვარ, მე. რა სისულელეს აი, არასდროს ხალხო, არასდროს არ მახსენდება, რომ რაღაცა მაქვს, რითიც შემიძლია გამომასპინძლო. მაგას არ გულისხმობ, აი, იმენა სტუმარს ავამბობ. ხო, მე რა ნარი სტუმარი ვარ. მილზე იძახი შენ, ხო არა, მასე მეც გამომდის რა. ანუ კი როგორ არა, მენიუს გეგო, ერთი კვირა მინიმუმ ჭირდება რომ მენიუ დავგეგმო. აბა რა. და თავისი ალერგენებით და მთელი ამბებით და გამოკლავებით პრეფერენსებით და ასე შემდეგ, ხო. მაგრამ რის მერე უფრო შემეყვარდა, იცი, პირველად რომ გიორგის თანამშრომელი ადგილობრივი მოვიდა ჩვენთან სტუმრად, ანუ გულწრფელად ისეთი გაკვირვებული იყო და თვითონ ამოიტანა ჩიფსები და ლუდები. არა, ჩიფსები და ლუდები რა იგონა რომ ეგ სიტუაცია უნდა ყოფილიყო. ოკეი. და მე თვითონ გაგვიზიარა, ანუ ასეთი რაღაც მით უმეტეს ახალგაზრდებში, ანუ არ ხდება რა. სხვადასხვა მართალი ხარ, გდანსკში გავიცანით ერთი უსაყვარლესი წყვილი მე და რეზიკომ და ჩვენც ეგრევე მეთქი სტუმრად მობრძანდით, რა პრობლემაა თუ რაღაცა დავპატიჟეთ და ქართული არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, ერთი ქართული მაღაზია მქონდა ნაპოვნი იქ და რაღაც ჭადის ფქვილი ვიყიდე და ჭადები გავაკეთე და ჯონჯოლი ვიყიდე იქ. კაია ჯონჯოლი. ძალიან მომენატრა. ესეთი 9 ლიტრიან კილოში ვიყიდე ჯონჯოლი და დალშახა ქართული კერძები როგორც ესეთი არაფერი არ გამიზადებია, მარტო ეს იყო რა. იქ რაღაც კახურიზეთი მქონდა კიდე და ამბები რა. მაგრამ და რაღაცა სადილები რაღაცები გავაკეთე რამდენიმე მეინი, მეორე რაღაცა დესერტები, ისინი რაღაც დესერტები ნუ რეზიკომ გააკეთა იასნა და ესენი რომ მოვიდნენ, თვითონაც მოიტანეს, ანუ ნაყინი მოიტანეს და წვენები მოიტანეს, იმიტომ რომ ეგონათ რომ რა ვიცი, ყავაზე უნდა დამსხლარ. ოღონდ
ვუთხარ რომ მეთქი ნაჭამები არ მოხვიდეთ დაგახვედრებთ მეთქი ანუ ის არ იყო აი მის communication მომენტი არ იყო რომ აი არ იცოდნენ რაზე მოდიოდნენ და მაგიტო ხდები მაგას თბილისის უშვავე ანუ საჭმელს ბოდიში რომ გაგეწყვეტინე მაგრამ თუ ვაკეთებ და ვაკეთებ ფეხზე დამდგარი 3 დღე შენ რო იქ არ ჭამო მაგიტო გისმევ 700 კითხოს რა გიყვარს რა არა და გეუბნები რომ შეერი მოდი კი აუცილებლად იმიტომ რომ არ უნდა დარჩეს შემეც აუცილებლად შეერი მოვალ გულის წასვლამდე შეერი მოვალ არ არის პრობლემა სწორია კი მეც მასე მესმის და ამათაც ვუთხარ რომ მეთქი თან რაღაცა 7-ისკენ თუ 6-ისკენ დავიბარე რომ მეთქი ჯერ კარგად მოვისადილოთ მოვიგემრიელოთ რაღაცა ამოვიხოროთ მეთქი მუცლები და მე დავიწყოთ დალევა თქო ანუ მარტო საჭმელზეც არ დამიპატიჟებია. დინარზა. იცი რა მითხარი? ანუ გავიგეთ ეს ქართული თემების მომენტი და პოლონური წესები ისევ თუ შეიძლება დავარქვათ, მაგას რამე არის, რაც გეუცნაურა, ან რაღაც ვერ დამუღამე, ან პირიქით უმუღამებ და მოგწონს. წესები არ არის, მაგრამ ამერმა ზოგადად არის ის ღიმილა. ოღონდ ანუ თბილისში გაზრდილი დაბადებული გოგო რა მაგას ვიტყვი, ანუ რა ნამოსით, მაგრამ დამიჯერეთ არ შეედრება საერთოდ რა. ოკეი, მე პირიქით, კაი, მოყევი? მეზობლებზე არ მაქვს ერთ-ერთი ლაპარაკი. და აი ბაბჩების თემაზე, ანუ ბებიებმა ძალიან კარგადაც იციან ღიმილი. მაგრამ ისე აი უბრალოდ კომუნიკაციაში სამსახურშიც და არა მარტო ძალიან იშვიათად რა. ოღონდ ანუ ამას პირველად რაღაცა პირადად იღებ და მე ხვდები რომ უბრალოდ ესეთები არიან. კი. და ნუ ოკეია ძალიან რა ძალით არანაირ მე მგონი ეგ უკეთესია ვიდრე პირფერობა რაღაც ამბავში. კი, რა თქმა უნდა. მეორე ამბავი არის ბევრჯერ გვიხსენებია, მაგრამ აუცილებლად ეკუთვნის ეგ ადგილი და ადგილი კი არა ეკუთვნის რომ ნახსენები იყოს. არის საზოგადოებრივი ტრანსპორტში მოქცევის წესები. აუ კი. სრული სიჩუმე, მაგრამ პირადი სივრცის აღქმა არ აქვს. აი, ეგ უნდა მეთქვა მეც ზუსტად. პირადი სივრცე არ იციან რას ნიშნავს. მე მგონი სიტყვა არა აქვს ეგეთი, იმიტომ რომ ანუ ესკალატორზე რო ვდგავარ და ზუსტად ჩემი საფეხურის შემდეგ საფეხურზე რო დადგება ვიღაცა და კეფაში გასუნთქებს. ან არანაირი ფერვერთობა არა, არაფერი, პროსტო ჩენური მომენტი არის. და რაღაცნაირად გზის გადაკვეთის დროს ან ავტობუსიდან ჩასვლის დროს მართლა აი აქ გრძნობ ყველაფერს რა. მაგრამ ერთი უნდა ითქვას, მაგასაც ვერ დავუკარგავ, რომ აი ავტობუსიდან ასვლა ჩასვლის მომენტი, აქ მართლა მქონდა ეს მომენტი, რომ მე რო ესე ჯორივით შუაში დავდექი და ველოდებოდი როდის ჩამოვიდოდა ხალხი და სად, იმიტომ რომ მე იქ ვდგავარ, ყველა ანუ გვერდებზე დგანან და ისე აცდიან ჩამოსვლას და მე შესაბამისად ადიხარ შენთან. ეგ ესკალატორზე თავი ჩამოთრეულად. მარჯვენა მხარეს დგონის. კი, ზუსტად ესკალატორზე ცალ მხარეს დგახარ, თუ დგახარ და თუ სადღაც გეჩქარება, არ ვიცი, ზოგადად ესკალატორი ისედაც თავისით გატარებს და რატომ უნდა გეჩქარებოდეს სადმე. ნუ აი სამსახურში გაგვიანდება ხო, ნუ ხარიან ოდნავ ფიზიკურად აქტიური ტიპები, რომლებიც კიბებს ამჯობინებენ ესკალატორს, მაგრამ მაინც ადიან ესკალატორზე. ძალიან ბევრი. აი კიდე ერთ-ერთი წესი არ არის, ეგ უბრალოდ ძალიან ნორმა აქვს, რომ ყველა დღის ყველა მონაკვეთში ხედავ ქუჩაში ადამიანებს, რომლებიც დარბიან. კი. უბრალოდ იმიტომ, რომ უნდათ სირბილე. კი. და ძალიან ნორმად არის და ძალიან წესად არის შეჭრილი. ხო, ეს ფიზიკური ჯანმრთელობის თუ რაღაც ფითობის მომენტია. ანუ რომ ისვენებს თან სიგარეტს უკიდებს და ისე ისვენებს, იმიტომ რომ აქაც სამწუხაროდ როგორც საქართველოში ძალიან არის მოწევის კულტურა, თამბაქოს მიღების კულტურა, ჩვეულებრივ, კი. მაგრამ თან ძალიან აქტიურია ფიზიკურად. და საერთოდ არ აინტერესებთ ხალხი უყურებთ თუ არა. ერთი რაც ძალიან მომწონს არის ველოსიპედების კულტურა, რომელიც დანერგილია და ყველანაირი ხელშეწყობა აქვს გზების მიხედვით და ინფრასტრუქტურულად და მეორე მომენტი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ შენს გინდა რომ თქვა არის, რომ ზებრა ზებრობს. აი მე, ანუ ეს არის ჩემი ნეტარი ოცნება, მე მგონი, რომ საქართველოში რამეს თუ გადმოვიღოთ ეს. ზებრის კულტურა. ზებრის კულტურა. პირველად რომ მივდიოდი თბილისში 2 წელიწადნახევრის მერე მეშინოდა რომ მეთქი აბაშიძეზე როგორ უნდა გადავიდე უეჭველი რაღაც გამიტანს თქვა იმიტომ რომ აქ
1 წელი დამჭირდა იმისზე შესაჩვევად, რომ ზებრაზე რომ მithბობენ, კი არ მithბობენ ჩემი გზა, რომ 1 საათი არ ვდგავარ და მადლობა გაიხარე, გინაცვალე, დაილოცე, ანუ ემაგებს არ ვეუბნები. ეხლა სულ მადლობას ვეუბნები, ოღონდ სხვა რავინ არ ამბობს, იმიტომ რომ და ის არ დაგიმუღამებია, არასდროს არ დაგიფიქსირებია, რომ თუ მაგალითად მარტო მე თუ ვარ ხოლმე ზებრაზე და მანქანები არიან, ანუ მე ვუთმობ ხოლმე რა, იმიტომ რომ მეც როგორც fellow მძღოლი თუ რაღაცა, ანუ მესმის მაგათი, რომ ეხა ერთი ადამიანი როდის გადაიზლაზნება და აქ თან ის მომენტიც არ არის, რომ ზებრაზე ჩქარა გადაირბინა, არა. რა ტემპითაც მიდიხარ, იმ ტემპით გადადიხარ ზებრაზე და არავინ არც წუხდება ამით, ანუ ის კი არ არის, რომ შენ თავი რაღაცათ მოგაქვს. არა, მე თვითონ რომ ვუთმობ ხოლმე, აი მაშინ არის ხოლმე, ვაიმე გაიხარე შვილო, მადლობა. ჯიგარი ხარ და რაღაცეები, ხვდები? კი, შოქში არიან ხოლმე. შოქში ვარდებიან მაგაზე. კი, შემდეგი თამარი ასეთი, აქ რომ მოდიოდი და ეხლაც რა, შენს გონებაში ხარ რაღაც წარმოსახვაში პერსონა თათია, როგორც ემიგრანტი, ექსპატი, რაღაცა რომანტიზირებული ტიპი. რომელიც ცხოვრობს იმ საოცნებო ემიგრანტის ცხოვრობით, რომელიც გაქვს. ხო, აი საოცნებო ცხოვრება. როგორია ეგ ტიპი თვითონ? ეგ ტიპი ადრეც მაქვს ალბათ ნახსენები, დიდი შანსი არის ტოსკანის მზის ქვეშ ქვია, ხო, მე მგონი, ხო. ანუ ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი აღმოჩნდა ეს ფილმი. და აი როგორც მანდარი რო აი ჩავიდა, უცებ იპოვა სახლი, უცებ იყიდა ეს სახლი. მაგისთვის ქმარი უნდა დაგშორდეს. თვე რა ვიცი ხო? იქ უცებ მუშებიც იქვე მარტივად ისინიც ექსპატები იპოვა. უცებ ხალხი გაიცნო, უცებ დამეგობრდა, უცებ რომანი გაჩნდა, უცებ რაღაც. ანუ იმდენად მარტივად ეძლეოდა ამ ქალს ჩემი გადმოსახედიდან რაღაცები, რომ აი იდეალური ემიგრანტობა ეგ იყო ჩემთვის ყოველთვის. და ემიგრანტი, როგორც პოლონეთში ემიგრანტი და არა ტოსკანას მზის ქვეშ, როგორ იქნებოდა ეგეთი იდეალური თათიას იდეალური ემიგრანტობა? იდეაში ეხა როგორიც არის ალბათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი კმაყოფილი ვარ ეხა ეხლანდელი ჩემი ემიგრანტობით. საერთოდ არ მაქვს განსჯის მომენტი, ან რამე, ერთადერთი თვალი არის ეს თორედ სათითოთ დაგივლით ყველას. აქვე გამოიწერეთ ჩვენი არხი. შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად იქნება ტაროს გაშლა. იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობები. მადლობას გიხდით, რომ 111 გამომწერით, შევსრულდით და მეტიც. და გადავწდით კიდევაც ნამდვილად. და მაგასახარია. რა შეეხება ჩემს ideალურ პერსონას, ideალურ ემიგრანტს. როგორ იქნებოდა ideალური ემიგრანტი ნინი? სამწუხაროდ, აქ არ გვაქვს მარკეტერის პლატფორმა. ანუ სერიოზულად, რა ჩემ რაღაც moodboard-ებს რო გადავხედო ძველებს და ამბობე ამ ჩემს იდეალურ ვერსიას აუცილებლად აქვს საკუთარი სახლი, ან იმდენი შემოსავალი მაინც, რომ ძალიან კარგ რენტალს გირაობს და 40 კვადრატულში არ ცხოვრობს. რეტო არ ყოფნის? სამწუხაროდ ჰაერით, ანუ რიგრიგობით სუნთქავთ მე, ჩემი მეუღლე და ჰარო. არის უფრო თავისუფალი. შეუძლია და აქვს იმის ენერგია და ეხლა ანუ იმას კი არა ფინანსური რესურსი არ მაქვს ენერგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი ასე გავიდეს ლანჩაობაზე გარეთ და ყავა იყიდოს გაისეირნოს ფეხი მოძრაოს აი ცოტა მისტიური იყოს და რაღაც იმიტომ რომ ანუ რეალურად ემიგრანტები ჩვენს ქვეყნებში ხო ეგრე წარმოგიდგენია რა რაღაცა მისტიურები ისეთები და ანუ რა მისტიურობა მაქსიმუმ ვიღაცამ დამოღამას რომ ავტობუსში ვტირი, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ მართლა. და მაქსიმუმ ხელსაყრელში შემომთავაზეს და მანდაც მისტიკა აღარ არის. ცოტა უფრო მისტიური იქნებოდა მეტად ბევრ რამეს გამოცდი და იმიტომ რომ ვარშავაში არის ბევრი შესაძლებლობა, ბევრი წრე, ბევრი კურსი, არა მარტო საგანმანათლებლო ამბით რა, ანუ ზოგადად. workshop-ებზე ივლი და რამე ახალს ისწავლი და ეს ყოველთვის მაინტერესებდა და მიკვირდა იმ ხალხის უბრალოდ workshop-ებზე რომ დადიან. აი დღეს ვიყავი, ეხა წეგან მოახსენე პოლონელი წყვილი გავიცანით თქო მე და რეზიკო გდანსკში. ამ გოგოსთვის როცა არ უნდა მიგეწერა და მოგეკითხა რომ აი რა შვები რამე ხო არ ვქნა თან რაღაცა.
დღეს პოლონური ფოლკლორის ვორქშოპზე მივდივარ. უნამოსა ვიყო, როგორც თბილისშია ახლა, უბრალოდ ჩვენ ავწდით მაგ ტრენდს, აქაც არის, ზუსტად აქ ტრენდი, იმიტომ რომ რამდენიც აქაური განსაკუთრებით და არა დასავლეთ ევროპელი ნაცნობები ნახე, მეორე დღეს ყველა მეპატიჟება სანთლის კეთების ვორქშოპსა. ხო, აი, არ მინდა სანთლის აი ძალიან პოპულარულია უბრალოდ და მესმის ტიპები აწყობენ ველოსიპედით ტურებს, ყავის ტურებს, ველოსიპედით დადიან ერთი კაფიდან მეორეში და ყველგან სვამენ ყავას. მაგდენ ყავა რო დავლია ფუგდა. და ველოსიპედით. ანუ არა. ყავაზე გიждები, მაგრამ ძალიან მართლა ძალიან უაზროდ სიცოცხლით სავსე ხალხია, ანუ ოღონდ არ იღებიან. ოღონდ არ იღებიან, მაგრამ სიცოცხლე ბლომათა აქვს. კი, არაფერი არ ეზარებათ საერთოდ. ვერ არიან. მუშაობის გარდა. მუშაობა მაგრა ეზარება. კაი, გეხოწა, ვინ არის მოწოდებით მომუშავე, აი მომიყევი. აზიური ქვეყნებიდან. ამერიკელები. ეგეთი არაფერი არ მინახავს. ანუ ხანო ევროპაში აი კულტურა ნაკლებად არის. აი ამერე. ეგრეც უნდა იყოს 100% ვეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი უფროსი ამერიკელია და იმის უფროსი არის ინდოელი. შესაბამისად ვარ სტრესში მუდმივად, იმიტომ რომ მოელიან რა როგორც მათ აქვს ცხოვრება გადადებული, ოღონდ შვილები წყავთ, ოჯახებიც, ანუ ყველაფერი ისიც არ არის რა ემოციურად. მაგრამ მთელი ცხოვრება უნდა დაუთმო იმ შენ სამსახურს. რას ვერ იაზრებენ იცი რომ ამერიკაში based ხელფასი არის საერთოდ სხვა განზომილება და იმ ადამიანს შეიძლება მართლა უღირდეს წელიწადში რომ რაღაც 180,000 დოლარი გამოსდის და ახლა საშუალო შემოსავალს ვამბობ, არც ისე მენეჯერული პოზიციის. ანუ მე რომ აქ თვეში რაღაც მონოპოლის ფულზე ვპახავ, იმიტომ რომ ზლოტი როგორც ლართან ან დოლართან 4-ია, საერთოდ 1-4-ზე. იმათ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ხო? მაგას ვერ ხვდებიან ეგენი და კაროჩე რავი რა. მაგრამ ჩემი იდეალური ტიპი იქნება და ეგეთი სიცოცხლით სავსე, მისტიური, პარკში წიგნს კითხულობს, ჩანახატებს აკეთებს. იქ ალბათ თავისი კომპანიაც იქნება და მოხდილი და მე ადგილობრივი მარკეტერი დაწერდა ქართულმა ექსპატმა როგორ მიაღწია წარმატებებს. კი, და ზოგადად თქვით როგორია ჩვენი იდეალური პერსონები, მაგრამ ახლა რა რეალობაშიც ვართ, როგორ განსხვავდება მაგ ემიგრანტობის პოზიციიდან. შენ თქვი რა, ახლა როგორც ვარ, ეგ არის ჩემი იდეალური. ანუ ხო, იცი რა არის ნორმალურია, იდეალური შეიძლება არ არის, მაგრამ არ ვუჩივი არაფერს ხვდები, თორე ძალიან ბევრი იდეალები მაქვს რაღაცები, რაც მინდა სამომავლოდ რო იყოს. იქნება. просто ხო, ანუ სამომავლოდ იქნება. ეხლა რაც არის ძალიან ნორმა. ან ჩემი რეალობა იმ რაღაცა სასურველისგან ძალიან განსხვავდება. ყოფილი თავი რო დავანებოთ, არასდროს ეგ ადამიანი არ ვყოფილვარ, მაგრამ შეიძლება ისე გავიდეს 2 კვირა, რომ სახლიდან საერთოდ არ გავიდე. და დღეში 12 საათს უმეტესწილად ვუთმა მუშაობას. ან შეიძლება მთელი დღე არ ვიმუშაო. იმედია ამას ჩემი პრეზი არ ნახულობს, მაგრამ სულ ნახოს უცებ არ გაიგოს. არ ვიცი. transcribe-ით. ხო და შეიძლება მთელი დღე 2 დღე გავიდეს ისე რომ არაფერი არ გავაკეთე საერთოდ, ოღონდ თან კერ ვისვენებ ამ დროს. ჩემი შინაგანი ხმა მეჩხუბება მაგინებს მეუბნება რომ ხვალ გამომიშვებენ და მე ისევ გიჟივით მუშაობ. იმას კი ვერ ვაანალიზებ რომ რეალურად დასტაბილურებული უნდა იყოს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მთელი ცხოვრება არის ბიედრონკაში ტრიპები, ჟაბკას ჰოტდოგი თვეში ერთხელ, როგორც ჯილდო. ძალიან მეყვარს ჟაბკას ჰოტდოგი, შენ რა იცი, მაგრამ გამიგია, წამიკითხავს. მეგობრებო, აი რა გალფის ჰოტდოგი და ვეიმარტის ჰოტდოგი, როცა ჟაბკას ჰოტდოგი არსებობს, აი პირდაპირ ვამბობ. ჩემ ანძას არასდროს არ გავცვლი ეიფელში, მაგრამ ჰოტდოგი ჟაბკასი. ჟაბკასი, აუცილებლად. და რავი, ეგ არის რა მთელი ჩემი ცხოვრება ისე რომ ან მუშაობ, კვირაში ერთხელ თათიასთან გამოვდივარ და პოდკასტს წერთ. ერთი დღე მთლიანად დაედითებას ეთმობა და თუ გაგვიმართლა და განსაკუთრებით თათიას გამომართლა, შეიძლება ერთი დღე სადმე გავიდეთ. შეიძლება. და ეგ დღები მიყვარს ხოლმე. ეგ დღები მეც მიყვარს. მაგამდე ხონდა მივიდეთ. კი, ველოდები ხოლმე მაგ დღებს. ნელ-ნელა ბოლოსკენ გავიდეთ და ერთი გავიხსენოთ. აი რაღაც მომენტი,
რაც ისე ჩაგებეჭდა აქ გადმოსვლის შემდეგ ტვინში, რა გონია რომ შენი თევზი მეხსიერების მიუხედავად არასდროს არ წაიშლება, რაც ემიგრანტობასთან ან პოლონეთთან არის დაკავშირებული. ეგეთი მომენტი იყო ალბათ უკვე ვარშავაში ცხოვრების 1 წლის თავზე მინიმუმ, აი ყველაზე ცოტას გეუბნები, რომ ცებ ქუჩაში მივდივარ, კონკრეტულად მეტროდან ამოვდივარ. თათე და ტრანსპორტი. კი, ანუ მე და ვარშავის მეტრო ესე ვართ. მეტროდან ამოვდივარ და უცებ დავამუღამე, რომ ანუ აქ ვცხოვრობ. გააზრების მომენტი რა ხდება? ხო, ანუ რომ გამინათ და რომ აქ ვცხოვრობ. ანუ ის კი არა, რომ დროებით ვარ აქ ჩამოსული, შვებულებაში ვარ თუ ჰოლიდეიზე ვარ თუ არა აქვს მნიშვნელობა რა, ანუ აქ ვცხოვრობ დღეს, ეხლა ამ წამს ვარ ვარშავის შუაგულში რონდო დაჟინსკიეგოზე. და ეს იყო როგორი შოკი, იცი, რომ აი მართლა არასდროს არ დამავიწყდება. რომ მეთქი ერთი წამე მეთქი თათია გაიაზრე, ხა? შენ ეხა აქ ხარ ლოკალი თუ რაღაცა. ონა ლოკალობაზე არ არის აქ აქცენტი, აქ აქცენტი იმაზეა, რომ ეხლა შენ აქ ცხოვრობ. ამ ეტაპზე შენი სახლი აქ არა. კი. ისეთი შოკი მქონდა, ისევ ალბათ კბილის ექიმთან თუ რაღაცაზე მივიდოდი, არ ვიცი, ანუ ჩვენი კბილის ექიმთან ვიზიტები დაუსრულებელია. თემას იმსახურებს. არ ვიცი, შენ რო გქონია ეგ მომენტი? გააზრების მომენტი როგორ არა და თვეში ერთხელ მაქვს ხოლმე, მაგრამ არა, ანუ ერთი და სამახსოვრო. ხო, აი ესეთი. რამდენიმე მაქვს და პირველი არის ჯერ საერთოდ ვარშავა არ მქონდა ნანახი აეროპორტში რომ გამაჩერეს და პრობლემა შემიქნეს შემოსვლაზე საზღვარზე. არ მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან დიდი ისტორია, არანაირი დარღვევა არ მქონია. ჩემს ის ცხოვრების მანძილზე დაახლოებით 6 შენგენის ვიზა მაქვს აღებული და 2 ბრიტანეთის ვიზა და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ევროპულში ვინამყოფი. ყველაფერი წესრიგში, ყველა საბუთი, აი 3 დიდი იმით, დასტით და გამიჭია ნურას იმდენად, რომ ბოლოს გიორგის ჩემმოღლეს ევნებოდა კონტროლზე, რომელიც რუსულად გველაპარაკებოდა რატომაც და ვერანაირად ვერ შევაცვლევინეთ გეზი, რომ არ გადმოიწიო ერთი ნაბიჯით, თორე ახალ დეპორტს ჩავურტყავ. ოღონდ ისე ევნებოდა უბრალოდ, რომ ჩემი მეუღლეა და ჩემი სამშობლობით გამოვდივართ და იქნებ დაგელაპარაკო, იმიტომ რომ ერთად უნდა შეგვიშვათ. ანუ ერთადაც არ მიგვიშვეს გას იმაზე კონტროლზე. ოღონდ ნუ ხო ვინც როგორ ფეხზე ადგება და გაიღვიძებს და რა ხასიათზე მაგაზია დამოკიდებული. პროსტა ადამიანს აშკარად არ მოვეწონე თუ რაღაც და ესე გამოვიდა. ნუ ეგ ერთი რაც დამამახსოვრდა როგორც ტრავმა. მაგრამ მეორე იმავე დღეს უკავშირდება დაახლოებით 9 საათში უკვე ტრანსპორტში მანქანაში ვიჯექე. პირველად ხიძე რო ავედი და დავინახე პლაჩ კულტურის შენობა და გვერდზე ზლუტი ტერასას რო ჩავუარეთ, აი ეგ მახსოვს, რომ მან მქონდა პირველი გააზრება, რომ რაღაც სხვა ახალ რეალობაში ვარ. ანუ ბევრი ქვეყანა მაქვს, როგორც თქვი, ნანახი. არასდროს არ მქონია ეგ შეგრძნება. იმიტომ რომ არ გიცხოვრია არც ერთ ქვეყანაში. ზუსტად. და ეგ იყო ეს მომენტი, რომელიც გონია რომ არასდროს დამავიწყდა. მესამე არის მოგონება რომ პირველად მე და გიორგემ რო საღამოს გარეთ გავისეირნეთ. საღამო იყო, გვიანი იყო და გიორგის ეცვა თბილისურად ძალიან შავფერებში და თავზე ბინით და მანტო და რაღაცა, ანუ ისე რა ჩვეულებრივად როგორც თბილისში ყველა როგორც დავდივართ, ხო. და მეც ანალოგიურად და ადამიანები გზის მეორე მხარეს გადადიოდნენ, ოღონდ მართლა რა ცოტა დაძაბულოთ და შეშნებული სახავით. ხო, აქ არაცვიათ ესე შავები და მუქები როგორც ჩვენთან არის. აქაც აცვიათ მინახავს ბევრი ჩაშავებული და ჩემზე უფრო მეტი შავი ძმიადებს, მაგრამ უფრო მე მგონი გიორგის მიმართ ქონდათ რაღაცა ცოტა იმის მომენტი. თან უნდა ითქვას, რომ დიდად კრიმინალი არის, ხო, მოვიტყვები ხო პრაგაში და ჩრდილოეთში თუ არ მიდიხარ უფრო, იქითა უბნებში საერთოდ არ არის ეგ პრობლემა. ხო, ვაფშე არ არის. დილის 5-ზე ეს შემიძლია გარეთ პროსტა გავიდე. კი. მაქსიმუმ ვინმე შეგხვდეს 5 ზლოტი მომენა, 5 ზლოტი მომენა, კი. და ეტყვი რო არ მაქვს და ეს სოპლიცა რო აქ დათრეული და ლუდით რო გრადუს წინ არჩუნებს. ივსო, ან მორჩა.
ეგ კარგია ქაქარობას ახლა რაღაცნაირად დავიგრუზესავთ. ძალიან ხერულად დავიწყეთ მე მგონი და ცოტა რაღაც სევდიან ნოტაზე ვასრულებთ. არ ვიცი. ხო, რაღაცა ენერგია მოგვაკლა, დავიცალეთ მე მგონი უბრალოდ. ერთი დაღლილებით ვარ მთელი დღე სხვა საქმიანობებს ვეწეოდით და მაგრამ თან სიმართლე ისაა რომ ემიგრანტობაზე და ამ პოზიციაზე ვლაპარაკობ, რაც არ უნდა მარტო კარგ ამბებზე და სახალისოზე ლაპარაკობ და შენი არაცნობიერი. კი, თავის სევდას კი. აქსოვს მაინც. და რაღაც მომენტში გახსენდება აეროპორტში ყოფნის შეგრძნება. აქედან თბილისში მიდიხარ და თბილისიდან უკან მოდიხარ. და მაინც რა მოხდა ვარშავის რეისზე, თუ იცით დავიწერეთ კომენტარი. მოკლედ, გამოგვიწერეთ მეგობრებო. შემოგთავაზეთ. არა მარტო აქ თუ შეიძლება TikTok-ზეც, Instagram-ზეც. Instagram-ი არ არის ჩემი საყვარელი პლატფორმა, რაც თუ გინდათ Instagram-ი ცოტა დავიკიდოთ, მაგრამ TikTok-ზე გამოგვიწერეთ. TikTok-ზე გამოგვიწერეთ, მაშინ კაი, ამოვიღოთ მეც არ მევასწრებ. ამოვიღოთ Instagram-ი. ანუ Instagram-ის თამა როგორია, იცი? აი, ვისაც TikTok-ი არ აქვს და წაშლი აქვს თუ რაღაცა და 3 თვის წინ გატრენდებულ Reels-ებს რო გიზიარებს და რო არ გეცინება და ვერ ხვდება რატო არ გეცინება. გადამოწერეთ ჯერ რო გაკნანახი უკვე TikTok-ზე 4 წლის წინ. გინდა იყო რელევანტური, გადმოწერე TikTok-ი. Bye!